მაგარი ვირუსები დადის. გონი გავცივდი. რეალის მოკლემკლავიანი მაისურიძე ხარ მოპედზე და გაცივდები ამან იქნება. ეგრე შენ ბარსას გრძელმკლავიანი მაისური გაცვია, მაგრამ ჩემთან ერთად ხარ ექიმის რიგში. ლა ლიგაში და კოპა დელ რეიზე არ მეყოფოდე, ხა? კლასტერში ჩვენთან ერთად ვარ. რაც ჩამოთვალე მაქიდან მარტო კლასტერში გაქვს შანსი. გეტყოდი ხარ ამის. მაგრამ მე პენალს მოითხოვ. მოვითხოვ თორე დადებენ ეგრევე. ხო. ეს ესპანელი მსაჯები ამბობენ რომ ძალიან სამართლიანები გახდნენ. ნეგრეიროს მერე. შენ მე მგონი მაღალი ტემპერატურა გაქვს. მაგანიცის ბოდოა. ბოდოას ახსენებს ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა City Real-ს გააგდებსო. როცა ვამბობდი იმ წელს გააგდო. ხო? ხო. რომელი წელი იყო ერთი კვირის წინ? ბარსას წელი. არა. მანჩესტერის ფანი თუ მე ვერაფერს უშველი. სასაბა თურქეთში. ისმინე. შენ ჩაწერილი ხარ თუ ცოცხალი რიგით? ჩაწერილი. აზე ხარ. შენ აქ ჩაწერილი ხარ. და ოლმო იქ ჩაუწერელი. საწყალი ბიჭი. შენ რაღაც ძალიან დიდ გულზე ხარ და კარდიოგრამაც გადაიღება მე. რეალის ფანს გულზე რა პრობლემა უნდა მქონდეს. შევხვდებით ერთმანეთს იმედია კოპა დელ რეის ფინალში. მაგარი თამაში იქნება. როგორცინებს? სუპერთასის ფინალი გამახსენდა. იცინის ის, ვინც ბოლოს თასწევს. ხო, მეც მაგას ვამბობ. სუპერთასი იყო ბოლოს. შენ ფიგუს გრიპი ხო არ გაქვს? რა? ხორის. ძმურად, ექიმთან რო შეხვალ, იუმორი გამოიკვლიე რა. მაგის ასე დატოვება არ შეიძლება. ჩემი დრო მოვიდა. ნუ ტრაბა ხოფ ერთი რა. არა, ჩემი ნომერი აინთოდა. 26 თებერვალს კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ბარსელონა ატლეტიკოს უმასპინძლებს. ბარსელონა ძალიან კარგ ფორმაშია და ატლეტიკოს რთული მატჩი ელოდება. ასე რომ არ გაგიკვირდეთ დიეგო სიმეონე ბარსელონაში პირდაპირ ავტობუსით უჩაფრინდა. ძალიან კარგი თამაში ველოდება წინ, რადგან ორივე გუნდი მაგარ ფორმაშია, განსაკუთრებით ბარსელონა, რომელიც საოცარ ფეხბურთს თამაშობს და ფაქტობრივად არ აგებს. თან კლუბის პრეზიდენტმა ჟუან ლაპორტამ განაცხადა, კლუბმა ფინანსური პრობლემები მოაგვარა და ვალი აღარ გვაქვს. მაგრამ დუბაიში მაინც გაფრინდა კამპ ნოუს VIP ბილეთების გასაყიდად. იმ კამპ ნოუსი, რომელიც ჯერ არ აშენებულა. შეიძლება ითქვას ლაპორტა კამპ ნოუს VIP-ის თეთრ კარკას ყიდის. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს რეალი და სოსიედადი ეთამაშება და ფეხბურთის გულშემატკივარს ფინალში რა თქმა უნდა ელ კლასიკოსურს. რადგან ელ კლასიკო არის ზამთარში საბადური, ხოლო სოსიედადი ატლეტიკო ზამთარში გაზის გადასახადი. გაგაცნოთ გუნდების სტატისტიკას. ბარსელონას და ატლეტიკოს ბოლო 10 ურთიერთშეხვედრიდან 5 ბარსა მოიგო, 3 ატლეტიკომ, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. მიმდინარე სეზონში ბარსელონა თამაშის საშუალოდ 6 ჯერ ურტყავს კარში. ატლეტიკო კი ერთხელ ხვდება თამაშგარეში. ბარსელონა თამაშის საშუალოდ 10 ჯერ ჯარიმდება, ატლეტიკო კი 4 კუთხურს აწვდის. ჩემი პროგნოზია ბარსელონა მოიგებს მატჩს. ბოლოს სწორედ ატლეტიკოსთან წააგო ბარსელონა, მაგრამ მას შემდეგ ყველა ტურნირზე 13 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 11 მოიგო, 2 ფრედი თამაშა. ასე რომ ბარსა ძალიან კარგ ფორმაშია და მიუხედავად იმისა, რომ ატლეტიკო ყოველთვის უხერხული მეტოქია, ვფიქრობ, რომ იმ წაგებასაც აინაზღაურებენ და მოიგებენ შეხვედრას. ჩემი პროგნოზია ატლეტიკოს ბარათების მეტი. ჩემი აზრით სიმეონეს გუნდ ძალიან გაუჭირდება, რადგან ბარსა მართლაც საოცარ ფეხბურთს თამაშობს იმ სწრაფი და ტექნიკური შემტევების ხარჯზე, რომელთა გაჩერება ატლეტიკოს მცველებს ჩემი აზრით ჯარიმის გარეშე გაუჭირდება და ესპანელ მსაჯებს მეტი რა უნდა. ასე რომ ატლეტიკოს ბარათების მეტი.